ყოველი ისტორიის მიღმა, რომელსაც გიყვებით რეალური ადამიანები და მათი თავგადასავლები დგას. თქვენ უსმენთ გურულ ფაილებს, რადიო გურიაზე. დღეს უნდა გიამბოთ ადამიანზე, რომელსაც ევროპულ პრესაში გურიის პრეზიდენტს უწოდებდნენ. ხოლო სამშობლოში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ფიცხ პოლიტიკოსს. ეს არის ბენია ჩხიკვიშვილის ისტორია. იგი 1880 წელს ჩოხატაურში დაიბადა. მისი გზა ჩოხატაურის სასწავლებლიდან დაიწყო. შემდეგ ქუთაისის სამეურნეო სკოლაში გაგრძელდა, საიდანაც სოციალურ-დემოკრატიული იდეებით გატაცების გამო გარიცხეს. ლეგენდის თანახმად ახალგაზრდა ბენიას პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგელი გერმანიაში წაყვანას თავაზობდა, თუმცა მან უარი თქვა. მეგობრობის ნიშნად პრინც ფორდის მარკის ავტომობილი უჩუქებია. პარტიული საქმიანობა ბათუმის ქარხნებში გააგრძელა, სადაც ნოე რამიშვილთან და ნოე ხომერიკთან ერთად არალეგალურ ორგანიზაციებს ედგა სათავეში. მას იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა მუშებზე, რომ ბარცხანის გენერალ-გუბერნატორიც კი შეარქვეს. მაგრამ მისი კაშკაშა ვარსკვლავი 1905 წლის რევოლუციის დროს აინთო. ბენია ჩხიკვიშვილი გურიაში დააბრუნდა და სათავეში ჩაუდგა მოძრაობას, რომელიც ისტორიაში გურიის რესპუბლიკის სახელით შევიდა. მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მან შექმნა გურიის დროებითი პარლამენტი, რომლის თავმჯდომარედაც თავადვე აირჩიეს. 970 ხმიდან 958 მან მიიღო. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ როგორც არწივისებრი ცხვირის, ჩახლეჩილი ხმის მქონე ვეებერთელა ვაჟკაცს, რომელსაც გურიაში უდიდესი სახელი ჰქონდა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი დააპატიმრეს, ოდესაში გაასამართლეს და 4 წლით კატორღა მიუსაჯეს ციმბირში, სადაც 1917 წლის რევოლუციამდე დარჩა. დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნებული ბენია ჩხიკვიშვილი სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა. იყო სოხუმის მერი, ქუთაისის გუბერნიის კომისარი, ხოლო მოგვიანებით თბილისის მოურავი და დამფუძნებელი კრების წევრი. მისი მმართველობისას თბილისში მნიშვნელოვნად გამოსწორდა სანიტარული მდგომარეობა. განსაკუთრებით ებრძოდა სპეკულაციას. ბენია ეხმარებოდა დიმიტრი შევარდნაძეს ფიროსმანის ნახატების შეგროვებაში. ბენია ცნობილი იყო თავისი შეურიგებელი, ფიცხი ხასიათითაც. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი ემიგრაციაში წავიდა. თუმცა 1924 წელს მიუხედავად ფილტვების მძიმე დაავადებისა, იგი ვალიკო ჯუღელთან და სხვა თანამებრძოლებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიიღო აგვისტოს საყოველთაო აჯანყებაში და სამშობლოს რუსეთისგან გათავისუფლებაში. აჯანყების დაწყებამდე დააპატიმრეს და ძერჟინსკის ბრძანებით გასამართლების გარეშე დახვრიტეს. საბჭოთა ტყვიამ ბენია ჩხიკვიშვილი სიცოცხლე შეწყვიტა, მაგრამ ვერ წაშალა მთავარი. იმ კაცის ხსოვნა, რომელსაც არც მეფის რუსეთის ეშინოდა, არც ბოლშევიკების და თავისი პრინციპები არც ერთ იმპერიას არ დაუთმო. მას უბრალოდ სხვაგვარად ცხოვრება არ შეეძლო. სადაც უსამართლობა იყო, იქვე იყო ბენია ჩხიკვიშვილიც. ბოლომდე თავისი ქვეყნის სადარაჯოზე. მომდევნო გურულ ფაილებში სხვა საინტერესო ისტორიას გიამბობთ. დროებით.